მე და ქრისტე ჩამოვედით სოფელში და მთელი დღე ქრისტი დადის შეშინებული და მე ამაზე სიცილით ვიხევი. ქრისტი, რატო ხარ შეშინებული ერთი უთხარი ხალხს? რატო და ქათამი დამზევს, გე მამალი დამზევს რა. როგორც კი მივტრიალდები, გამომეკიდა იცი, დამკორდნა. ანუ წარმოიდგინეთ ხალხო, ქრისტის მამალი დაძავს მთელი დღე. ანუ როგორც კი შეტრიალდება და ქრისტი წავა სადღაც, ეს მამალი უესრად მიეპარება და კორტნის ურწყავს თავის ნისკარტს და ქრისტი შეშინებული არის უკვე მთელი დღეა. არ არის ეგ სასაცილო რა. შენ რო არ დაყვები, იგი მას არ ნიშნავს, რომ მე არ მიკბენს, რომ მომაფრინდესები. გათამა რა უნდა გიქნას ქრისტი? მიკბინა, ფეკოჩი მიკბინა. ხო განახე წერტილი რომ. ქრისტი, მე რა რო გიკვინა, ქათამა როგორ შეიძლება რამე მოგციოს? ანუ ფეხი აუქნიე უბრალოდ და ანუ ვერაფერს ვერ გიზავს მამალმა, როგორ უნდა გიქნას? ბიჭო, ფეხი აუქნიე. ჩუსტი გამძვრა და მე მოხვდა და მაინც დამახტაზე და მე ჩუსტი აღარ მქონდა რა. გამაგებინ, ანუ რისი გეშინია? ქათმის როგორ გეშინია ქრისტი? ჯერ ერთი ქათამი არ არის, მამალი არის და თან დიდი არის რა. ჯერის და ორეოსთან ერთად ვივლი და ვეღარ მეხება მე ჯერის ატარებს ყველგან თან, აი ამ ცხოველს ატარებს, რომ ვერაფერი ვერ უთხრას ქათამმა. აუ, ჩემი ქათმის როგორ გეშინია? არ მეშინია ქათმის მიკბენს. ქრისტი, არ გეშინია, ხო გარბი ხარ, ანუ გარბი ხარ. ქათამს გაურბი ხარ. იმიტომ რომ გამომეკიდა, რა უნდა მექნა? გამომეკიდა, გიორგი და რა უნდა მქნა? აი ქრისტი, აღარ შემიძლია სიცილით ვიყოდები. რა არის? დასაკლავი მამალია. დასაკლავი მამალია. ჩემი მე მიშველი აღარ შემიძლია.